დღევანდელი ლექციის თემა არის ჰიბრიდული ომი და ჰიბრიდული მშვიდობა. განვიხილავთ მათ კავშირს სეპარატისტთან, ნახავთ რა არის თითოეულის განმარტება, წარმომავლობა და როგორ ანეიტრალებს ერთი მეორეს, რა საშუალებები და რა მეთოდები არსებობს ამისთვის. თვითონ ჰიბრიდული ომი ძალიან პოპულარული საკითხია, პრობლემური საკითხია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის საქართველოში. სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და თანამედროვე ომის, ესე იგი, მახასიათებლები ითხოვს, ესე იგი, ომის ახლებურად წარმოებისა და გააზრების აუცილებლობას. მაგრამ სანამ ჰიბრიდულ ომამდე გადავიდეთ, თვითონ ომის თემასაც ჩავუმავდეთ, ნახავთ, ეს არის თემა, რომელსაც არაერთ ფილოსოფოს, ისტორიკოს, თეოლოგს, ხო? პოეტს და ასე შემდეგ მოაზროვნე ზოგადად სახელმწიფო მოღვაწეს მისი ბუნების გააზრებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. და უძველესი დროიდან ასეთები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იყვნენ სხვადასხვა დამოუკიდებელ კულტურებისა და ცივილიზაციების ჩათვლით. ასეთები იყვნენ ჩინეთში სუნძი, ძველ ელადაში ქსენოფონტე, თუკიდიდე, რენესანსის პერიოდში მაკიაველი იყო ასეთი კიდე, ხო? და მე-19 საუკუნემდე შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირითადად უფრო თეორიული გააზრების საკითხს წარმოადგენდა. რომელიც შემდეგ, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ინერგებოდა ძველი მეთოდების შესაბამისად. და შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნემდე ძირითადად ომის შესახებ წერდნენ უფრო მისი ტაქტიკურ-თეორიული პრინციპების შესახებ ან ისტორიკოსები, ან პრაქტიკოსები, ომის პრაქტიკოსები. Ну, ასეთი შეგვიძლია ვთქვათ, იყო იულიუს კეისარი, ხო, რომელიც უშუალო მონაწილე იყო, არა მარტო სტრატეგი, არამედ მისი ჩანაწერები გალიის ომის შესახებ დღემდე არის შემორჩენილი და მათ შორის ლათინური ენის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებადაც ითვლება. ომი ასევე განხილული იყო ზნეობრივ და ღირებულების ჭრილში. და ასეთები იყვნენ ფილოსოფოსები, ხო? ჰერაკლიტე, რომელიც საერთოდ მიიჩნევდა, რომ ყველაფრის მამა არის ომი, პოლემოსი. თუმცა ეს პირდაპირ გაგვით არ უნდა გავიგოთ, არამედ ის იყო ზუსტად იმ დინამიურობის ამსახველი, რომ ცხოვრება არის ზუსტად მოძრაობა. ხო, ბინარში ორჯერ ვერ შეხვალ და ამავე დროს იმისა, რომ ასე ვთქვათ, ეს თემა არის ზუსტად, რომ უკეთესი კარგის წერია. დაახლოებით აი ამ პრინციპით შეგვიძლია გავიაზროთ, ესე იგი, ყველაფრის მამა არის პოლემოსი, კონფლიქტი და დაპირისპირება და ასე შემდეგ. შემდეგ იყო პლატონიც, რომელიც მუშაობდა უსაფრთხოების, მშვიდობის თემებზე, სამართლიანობის თემებზე განსაკუთრებით, ასევე არისტოტელე, ჰუგო გროციუსი, კანტი, რომელსაც საერთოდ მარადიული მშვიდობისათვის ტრაქტატი დატოვა, ტიტანიანი ნაწარმოები არ არის, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ომთან დაკავშირებით და მშვიდობის კულტურის გააზრებასთან დაკავშირებით, მისი პერიფრაზი იყო ესეთი, რომ ესე იგი, მშვიდობას, მარადილ მშვიდობას შეიძლება ვერც ვერასდროს ვერ მივახციოთ, მაგრამ სწორი არის ის, რომ ყოველთვის მისკენ მივისწრაფოდეთ, ხო? არის ასევე ჰეგელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ომის წვლილს კაცობრიობის ისტორიაში და მათ შორის კიდევ აი ამ ფილოსოფოსებს შორისაც ძირითადად ორი მიმართულებაა, ხო? არიან ისინი, ვინც მიიჩნევდა, რომ ომს აქვს მხოლოდ უარყოფითი კონოტაცია და არიან ესეთი ფილოსოფოსებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ომი სასარგებლოა, ну, ალბათ პროჰერაკლიტესეული განმარტებით, რომ ომი სასარგებლოა, იმ გაგებით, რომ იგი უზრუნველყოფს განვითარებას, პროგრესს და მისი მიზეზით შეიძლება მოხდარა ამა თუ იმ ცივილიზაციის თუ კულტურის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება და ახალი, თვისებრივად ახალი რეალობის წამოწყობა მსოფლიო ისტორიაში. შესაბამისად, ისინიც კი, ვინც აღიარებდა ომის უარყოფით როლს, ხო? და უარყოფითად უყურებდა ომს, ისინიც კი აღიარებდნენ მის მნიშვნელობას. და ვინც გაერთიანა ეს ორი მიმართულება, ასეთი, ესე იგი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მხარე იყო
ნაპოლეონის პერიოდის ომის თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი. მან სიღრმისეულად კონცეპტუალურად განუცა ომის შესახებ თეორიული ცოდნის აგების შესაძლებლობა და პრუსიელი იყო წარმოშობით და მისი აზრით ომი ეს არის ის კატეგორია, რომელშიც გამოიყენება სამი ძირითადი ვითარება. ეს არის ურთიერთდაპირისპირებულობა, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილებაზე მიმართული ნება. აღნიშნული მოცემულობის ობიექტური და სუბიექტური მხარეები არსებობენ. ობიექტურ მხარეს წარმოადგენს ძალადობასთან და დაპირისპირებასთან ერთად შემთხვევითობა და გაურკვევლობა და იგი რომელი ეპოქაც არ უნდა იყოს, რაც სრულებებიც არ უნდა მოხდეს, უცვლელია. ხოლო სუბიექტურ მხარე, რაც ნებისმიერ ომს განუმეორებელს ხდის, არის თვითონ სამხედრო ძალები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო, დოქტრინები და თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებული თუ დამახასიათებელი შეზღუდვები. ეს ორი მომენტი ერთმანეთთან არის სუბიექტური და ობიექტური მხარე ომისა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში და აქედან გამომდინარე კლაუზევიცი აყალიბებს ომის სამებას, სადაც ერთმანეთს ხვდება ზუსტად ობიექტური და სუბიექტური განზომილება და აქ ობიექტურ ნაწილს მიეკუთვნება მიმართულებების გამსაზღვრელი ზეგავლენა, ალბათობის თამაში, შემთხვევითობის პრინციპი და სიღრმისეული შუღლი. სუბიექტურს კი მიეკუთვნება ხელისუფლება როგორც მიმართულების მიმცემი ზეგავლენა, სამხედრო ძალა შემთხვევითობის შემოქმედი და ხალხი ომის წარმოების სერიოზული ემოციური რეზერვი. უფრო ემოციურ ნაწილს განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს კლაუზევიცის სამება ომის სამებაში არის მთავრობა, არმია და ხალხი. და ეს არის ის ტრიადა, რომელზედაც დაფუძნებულია ომის თეორია და სადაც მთავრობა წარმოადგენს ომის პოლიტიკურ წარმმართველს, ხალხი წარმოადგენს სიძულვილის მატარებელ კომპონენტს, ანუ ეს ემოციური მხარე და არმია კი ხალხის ახლით იბრძვის პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დასავლური ცივილიზაციის სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციისათვის დამახასიათებელია ხალხის როგორც საზოგადოების მეწარმე ნაწილის ჩამოცილება ომიდან და ამ უკანასკნელი მოცემულობის საერთაშორისო სამართლის მეშვეობით ინსტიტუციონალიზაცია. აქ ერთი სოციოლოგიური განმარტება არის ძალიან საინტერესო, სოციოლოგიური დაკვირვება, რომელიც ასე ვთქვათ, განსაზღვრავს სხვადასხვა ცივილიზაციის იმ მექანიზმებს, რომლის მეშვეობით ისინი ინარჩუნებენ ან ვერ ინარჩუნებენ თავიანთი განვითარების მდგრადობას. ერთადერთი ცივილიზაცია, სადაც დაიწყო განვითარება და პრობლემების ძლიერი თუ სუსტი მხარეების მიუხედავად ის არ შეწყვეტილა, ანუ ის განვითარების მატრიცა, რომელსაც უწყვეტად აქვს, ეს არის დასავლური ცივილიზაცია. რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი დასავლეთში მოხდა ისე, და ეს არ არის შემთხვევითი ამ ესე იგი ომის თეორიიდან გამომდინარე, სადაც მოსახლეობა ჩამოშორებულ იქნა, ხო? ანუ მეწარმე მოსახლეობა ჩამოშორებულ იქნა ომს, ეს მოხდა ევროპაში და ფაქტიურად ვაჭარ ხელოსნები, ვაჭრები ხელოსნები და გლეხობა ძირითადად თავისი საქმიანობით იყო დაკავებული. ყველა თავის საქმიანობას მიყვებოდა და არ შეიძლებოდა რომ ისინი დიდწილად ხო ინსტიტუციონალიზებულად ომში ჩართულიყო. ამისთვის სპეციალური ფენა არსებობდა. და ეს არ დაწყებულა შუა საუკუნეებში, ამაზე ჯერ კიდევ პლატონის რესპუბლიკაში გვაქვს საუბარი, სადაც ფენება ტყობს ის საზოგადოებას და ერთ-ერთი ფენა არის სამხედროები, ჯარისკაცები, ხო? და რომლებიც არიან ქალაქის მცველნი და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. და ეს შემდეგ გამოყვა ეს შუა საუკუნეებსაც ერთგვარი სტრატიფიკაცია და განსხვავება იყო, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში ეს არის ფენა, რომელიც გარკვეული სამხედრო სამსახურის ნაცვლად, ანუ საზოგადოებას იცავს, საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იღებს გარკვეულ მიწას სამხედრო სამსახურისათვის, იღებს გარკვეულ მიწას, გარკვეულ გადასახადებს, რომ ისიც თავისი საქმით იყოს დაკავებული, ხო, სამხედრო საქმით იყოს დაკავებული და რადგანაც ეს პერმანენტული ესე იგი პროცესი იყო, ერთი სახელმწიფოს თავდასხმა მეორეზე, ხელშეკრულებები, დროებითი ზავი, დროებითი მშვიდობა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში
ძალადობა ადგილი ჰქონდა სახელმწიფოებს, ხალხებსა და ქალაქებს საზოგადოებებს შორის, ამიტომ ყველგან საჭირო იყო სამხედრო ფენა, რომელსაც საზოგადოება არჩენდა. ანუ საზოგადოება იყო დაკავებული თავისი საქმით და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ფენას უნდა უზრუნველყო, ასე იგი, დაცვა იმისა, რაც იქონებოდა ამა თუ იმ საზოგადოებაში, ქალაქში თუ ქვეყანაში. შესაბამისად, ყველაფერი მიმართულება პროფესიონალიზებული გახდა, ხო? აა და აი ეს სამხედრო ფენის არსებობამ გამოიწვია ის, რომ ის ცოდნა, ის განვითარება, პროგრესი, რაც გროვდებოდა საზოგადოების სხვა ფენებში, აა, შეძლების დაგვარად, საკმაოდ ხშირად გადაეცემოდა თაობებს. ანუ არ ხდებოდა წყვეტა. ისე როგორც დავუშვათ უფრო აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მაგალითად ბიზანტიაში, ხო, როდესაც ომის შემთხვევაში თითქმის ყველა მიდიოდა ომში. გლეხიც, მეომარიც, ხელოსანიც და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა იღუპებოდნენ და უკვე შემდეგი გადამცემი არავინ იყო ამ ცოდნის. და ხშირად იგი წყდებოდა კიდეც. ევროპაში ეს ასე არ იყო და ამიტომ მოხდა ზუსტად ეს თანმიმდევრულობა განვითარების, ინსტიტუციონალიზაცია განვითარების. და ეს არის ევროპული მოდელი. შესაბამისად, ის ვინც არ წარმოადგენდა სამხედრო პირს, ეკრძალებოდა ომი. და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გათვალისწინებული იყო თანამედროვე ჰიბრიდულ ომშიც. რომელიც უკვე განსხვავებული სქემის არის და სადაც პროქსი გამტარი ჯგუფების სახით ხდება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ვალდებულებებისადმი გვერდის ავლა. და ეს ირღვევა ეს მე-19 საუკუნემდელი პრინციპი, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ მონაწილეობს ომში, აქ არსებობს გარკვეული პრინციპები, ესე იგი შეზღუდვების და ეს პოსტმოდერნულ ეპოქაში უკვე ნელ-ნელა ცვლილებებს განიცდიდა და ამასაც თავისი წანამძღვრები აქვს. შესაბამისად, ომის წარმოების ხერხებში სუბიექტური მხარეს ცვლილებები ომის სიკვდილისთვის ახალ განზომილებების დამატებას იწვევს. ასეთია საჰაერო დომენი ემატება კიბერსივრცე, კოსმოსი და ასე შემდეგ. რამაც უკვე მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოში განსაკუთრებით მეოთხე თაობის ომის კონცეფცია ჩამოაყალიბა. ეს უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ვესტფალიის ზავიდან უკვე 1658 წლიდან მოყოლებული ყოველი თაობა გარკვეულ ისტორიულ ეტაპს მოიცავს და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ომებიც რამდენიმე თაობის არის 4 თაობის ომის ტიპი არსებობს. ხო, ეს პირველი იყო 1658 წლიდან, ანუ ვესტფალიის ზამიდან 1860 წლამდე, ესე იგი მე-19 საუკუნის თითქმის შუა პერიოდამდე, როდესაც ხდება სისტემატიზება, ტაქტიკური სისტემატიზება, საბრძოლო ველის დისციპლინირება, ორგანიზება, რა სამხედრო დისციპლინის კულტურას ქმნის. და სადაც სამხედრო ნიშნები ძირითადად განსხვავებულია სამოქალაქოსაგან და ესენი არის უნიფორმები, მისალმებები, წოდებათა დიფერენციაცია. ანუ ხდება ერთგვარი ჩამოყალიბება იმ ბაზის, რომელზედაც შემდეგი თაობის ომის ტიპები დაშენდა. უკვე მეორე თაობის ომები, რომელიც ემთხვევა ინდუსტრიალიზაციას, ეს არის ინდუსტრიული პერიოდის ომები და ეს პერიოდი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომიდან პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით. ეს არის ნაპოლეონიდან მოყოლებული, ნაპოლეონის შემდეგ პერიოდიდან მოყოლებული არტილერიის მასობრივი გამოყენება. ნუ ეს თვითონ ნაპოლეონიც იყო ერთ-ერთი რევოლუციონერი ამ დარგში, რომელმაც ფაქტიურად დააჩქარა საცეცხლე ძალის მოძრაობა. ანუ ფაქტიურად ხდება ომის წარმოების ტემპების დაჩქარება. და აქ საცეცხლე ძალა უკიდურესად სინქრონიზებულია უკვე მეორე თაობის ომში. ყველა სახეობის ჯარი კოორდინირებულია, დეტალურად შემუშავებულია გეგმებითა და ბრძანებებით და მეთაურები დამოკიდებულები არიან ზემდგომებზე. მესამე თაობის ომში უკვე დამახასიათებელია სიჩქარე, მოულოდნელობა, შემთხვევითი არ არის ეს ტერმინი ბლიცკრიგი და გადაწყვეტილებათა სწრაფი ციკლები. შეტაკებასთან შედარებით უპირატესობა შემოვლისა და განადგურების ტაქტიკას ენიჭება. მანევრირებადია და არა ხაზობრივი. ერაყის პირველი კომპანია შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ. და ბოლოს მეოთხე თაობის ომი, სადაც სახელმწიფო კარგავს მონოპოლიას ომზე
და ებრძვის არასახელმწიფო კომბატანტებს. ესეთები არიან მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ალ-ქაედა, ჰეზბოლა, თალიბანი, დაეში, ჰამასი. უპირატესობას იძენს კონფლიქტების კულტურული ასპექტები, იშლება ზღვარი პოლიტიკასა და ომს, ჯარისკაცსა და სამოქალაქო მშვიდობასა და კონფლიქტს, ბრძოლის ველსა და უსაფრთხოებას შორის. მიზანს წარმოადგენს ტექნოლოგიურად აღმატებული მოწინააღმდეგის გამარჯვების ნების გატეხვა. და ნახავთ ეს ამა თუ იმ ქვეყნის შემთხვევაში როგორ ვლინდება. შესაბამისად, მეოთხე თაობის ომისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი კომბატანტები, მაღალი ტექნოლოგიები, ტერორიზმი, არასახელმწიფოებრივი და ტრანსნაციონალური ბაზისი, სივრცე, პირდაპირ დარტყმები მოწინააღმდეგის კულტურაზე, კომპლექსური რთული ფსიქოლოგიური ოპერაციები და ომი განსაკუთრებით მედიის მანიპულაციის გზით და ფრონტის ხაზის ფაქტობრივი არარსებობა. ზოგადად ეს ფსიქოლოგიური ომის უფრო ადრინდელი წარმოშობისაა ვიდრე ჰიბრიდული ომი, იგი ჯერ კიდევ სადღაც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებისათვის კონცეპტუალურად შემუშავებული იყო ბრიტანეთში და მისი მიზანი არის ფაქტიურად მოწინააღმდეგის ცნობიერებაზე ზემოქმედება, მანიპულაცია, ხო? და უკვე მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ხდება მისი ინტეგრირება ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, იგი ერთ-ერთი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ჰიბრიდული ომის, თუმცა რა თქმა უნდა ჰიბრიდული ომი უფრო ფართოა, უფრო ცელ მეთოდებს მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქოლოგიური ომით. რაც შეეხება თავად ჰიბრიდულსა და ჰიბრიდულობის განსაზღვრებას, ლათინური სიტყვიდან მოდის ჰიბრიდა, რომელიც ნაჯვარს, ნაზავს ნიშნავს და ორი ან რამდენიმე ელემენტის გაერთიანების მიღებულ შედეგს საგანს გულისხმობს. სანამ ჰიბრიდული ომი გულისხმობს ომის უცვლელი ობიექტური მხარის ერთდროულად კომბინირებას ომის ცვალებად სუბიექტურ მახასიათებლებთან. ჰიბრიდული ომის როგორც ტერმინის წარმომავლობას მას პირველად ისტორიკოსის თომას მოკაიტისის 95 წელს გამოცემულ წიგნში ბრიტანეთის სადამჟღებლო ღონისძიებები პოსტიმპერიულ ხანაში ვდებით. ამის შემდეგ არაერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა თუ სამხედრო თეორეტიკოსმა გამოიყენა ჰიბრიდული ომი ტერმინი, თუმცა აშშ-ს აკადემიურ და სამხედრო ტაქტიკოსების სფეროში ფართო გავრცელება მას ფრენკ ჰოფმანის მონოგრაფიებმა. კონფლიქტი 21 საუკუნეში ჰიბრიდული ომის აღმასვლა 2007 წელს გამოცემული და 2009 წელს გამოცემული ჰიბრიდული ომი და გამოწვევები მოუტანა. და მათში ავტორი მიუთითებს იმის თაობაზე, რომ აშშ მზად უნდა იყოს ოპონენტებთან საბრძოლოდ, რომლებიც იომებენ როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული და ტერორისტული ფორმები და აღნიშნულ პროცესში გამოყენებული იქნება თანამედროვე კომუნიკაციური, ქსელური საშუალებების, ტექნოლოგიური განვითარება და კრიმინალური მეთოდები. ანუ ნაზავი იქნება ამ არაკონვენციური მეთოდების. და ხშირად ესე იგი ნახევრად სამხედრო გაერთიანებები ან სახელმწიფოები თუ სახელმწიფოებში არასახელმწიფო აქტორები მიმართავენ ამ მეთოდებს იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარეს უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც პირდაპირ ომით ვერ დაუპირისპირდებიან და ეს მეთოდები გამიზნულია მეტოქის, ესე იგი, დასუსტებაზე. ჰიბრიდულ ომში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სამოქალაქო ომის, პარტიზანობის, ტერორიზმის, დივერსიის, საბოტაჟისა და პროპაგანდისტული ფორმების ნაზავს. იგი როგორც კონფლიქტური ზონა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ბრძოლის წარმოების ფორმები, არამედ დრო და ადგილმდებარეობაც. ასევე სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებიც. არის ასეთი რუსი წარმოშობის სამხედრო მოაზროვნე იყო, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან რუსეთს გაეცალა და შემდეგ ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში, ასეთი იყო ევგენი მესნერი. ძალიან საინტერესო სამხედრო მოაზროვნე და მისი დაკვირვებით მან დაწერა წიგნი ამბოხი ომი. მე-20 საუკუნეში წარმოიქმნება შეიარაღებული კონფლიქტების ახალი ტიპი, რომელშიც არა მარტო სახელმწიფო შეიარაღებული ძალები იქნებოდნენ ჩართულები, არამედ სახალხო მოძრაობები და დაჯგუფებებიც. ანუ გადამწყვეტი გამარჯვებისთვის არმიების ფსიქოლოგიაზე უფრო მეტად მასების ფსიქოლოგია გამოდის წინა პლანზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თანამედროვე სამხედრო თეორიაში შემუშავებულია შეუზღუდავი ომის კონცეფცია, სადაც მოწინააღმდეგის
ნების გასატეხად არანაირ სივრცესა და არც ერთ საშუალებასთან მიმართებით არ არსებობს რაიმე წესი და შეზღუდვა. განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია ჰიბრიდული ომის თეორიის რუსული ვერსია, რომელიც გერასიმოვის დოქტრინის სახითაა ცნობილი და რომლის მთავარი სამიზნე არის გონება. ზოგადად ამ ჰიბრიდული ომის რუსულ გერასიმოვისეულ დოქტრინაში მარტივად რო ვთქვათ, მიზანი არის, რომ ადამიანის საზოგადოება დაუშვათ შედარებულია კურს, რომელსაც აქვს თავისი ჯავშანი და ისე უნდა იმოქმედონ ამ თავიანთი ობიექტის გონებაზე, რომ ეს კუ გამოვიდეს თავისი ჯავშნიდან და თავისი ნებით ჩაბარდეს ტერს. ხო, რომ და უფრო ადვილი იყოს დასაზიანებლად. ანუ თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში უმთავრესი როლი საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს ენიჭება. ეს დოქტრინა შემუშავდა კრემლის მეგობარი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ განხორციელებული ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულებისა და თერადრევოლუციების საპასუხოდ. მოქმედებათა ერთ-ერთი მთავარი ფორმა არის მეტოქეთა რიგებში ქაოსის დათესვა, რაც ომის საწყის პერიოდად ითვლება. ანუ ასე იწყება და იგი საჭიროების შემთხვევაში და წარმატების შემთხვევაში დამთავრდება საომარი ოპერაციებით. მოქმედებათა ერთ-ერთი მთავარი ფორმა არის მეტოქეთა რიგებში ქაოსის დათესვა, რაც ომის საწყის პერიოდად ითვლება. მნიშვნელოვანია არასამხედრო საშუალებებით სამხედრო მიზნების მიღწევა. ამიერიდან სიმეტრიული და ასიმეტრიული ომის ტაქტიკა ძალის გამოყენების დანამატ საშუალებად კი არა, თვითონ ძალის თანაბარ ფორმად მიიჩნევა. რუსეთის მიერ ბილი ძალის გამოყენება ომისთვის მზადების წინარე ეტაპია, რასაც გერასიმოვის დოქტრინის საფუძველზე მისი შეიარაღებული ძალების ინოვაცია და ფართო მოდერნიზაცია მოწმობს. შეჯამების სახით ჰიბრიდული ომი ეს არის საბრძოლო მოქმედებები, სადაც ბრძოლის სივრცეში თუ მის ფარგლებს გარეთ გაერთიანებული დირექტივების ქვეშ მეტოქის დამარცხების, პოლიტიკური მიზნის მიღწევისა და საზოგადოების დესტაბილიზაციისთვის ერთმანეთის სინერგიულადაა შერწყმული სამხედრო და არასამხედრო ძალადობრივი და არაძალადობრივი კონვენციური და არაკონვენციური მეთოდები, ტერორიზმი, კრიმინალური საქმიანობები, დივერსიები, კიბერთავდასხმები, ეკონომიკური იძულება, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტური კამპანიები, მიგრანტების ნაკადებისა და ინფორმაციის იარაღად გამოყენება. ახლა ნახოთ რა კავშირი არსებობს ჰიბრიდულ ომსა და სეპარატიზმს შორის. ზოგადად უკანასკნელ წლებში ჰიბრიდული საფრთხეების შესწავლა და გადალახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დასავლური ცივილიზაციის წინაშე წარმოქმნილი უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებისთვის. ავტორიტარული სახელმწიფოები და არასახელმწიფოებრივი მოქმედი ჯგუფები კარგად აცნობიერებენ იმ სამართლებრივ სიცარიელებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომელთა გვერდისავლაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს. რადგანაც ამ განზომილებაში რთულია მშვიდობისა და ომშორის ზღვარის გავლება, ექსპერტებს შორის იზრდება ყურადღება კვლევითი პროექტებისა და სამართლებრივი ასპექტების განსაზღვრის მიმართულებით. სამართლებრივ ბუნდოვანებასთან ერთად პრობლემურია ინსტიტუციური და სტრატეგიული კოორდინაცია, რომელიც უკეთესი სურვილს ბადებს. 2014 წელს ნატოს მიერ ლატვიაში გაიხსნა სტრატეგიული კომუნიკაციის დახელოვნების ცენტრი. აღნიშნული არ იყო 2015 წლის ევროკავშირის მიერ მიღებულ სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ სამოქმედო გეგმაში. მსგავსი ხარვეზები კი ართულებს ღია წყაროებიდან ინფორმაციის გამოყენებასა და ერთმანეთში სწრაფ, ზუსტ და თანმიმდევრულ შეთანხმებულობას. თუმცა აღნიშნული ლაფსუსი გამოსწორდა უკვე 2016 წელს, როცა ნატოსა და ევროკავშირის შორის დაიდო ერთობლივი დეკლარაცია, სადაც თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს შორის 10 ჰიბრიდულ გამოწვევასთან ბრძოლა იყო აღნიშნული. ჰიბრიდულმა ომებმა ევროპას ორი მხრიდან უწია, სადაც აღმოსავლეთიდან სახელმწიფო აქტორი არის პუტინის რუსეთი და იგი იყენებს არასახელმწიფოებრივ საშუალებებს, ხოლო სამხრეთიდან ესაა ისლამური სახელმწიფო, რომლის საშუალებებით სახელმწიფოებრივი სამხედრო სტრუქტურების ფორმებს იმეორებს. ორივეს მიერ რესურსების გამოყენება ხდება ცენტრალიზებული ფორმით და ორივეს მიზანს წარმოადგენს სამხედრო კონფლიქტებში ფსიქოლოგიური და ფიზიკური უპირატესობის მიღწევა. შესაბამისად, დასავლეთში ხდება სხვადასხვა ტაქტიკის შემუშავება, განვითარება წევრი სახელმწიფოების მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეების გადალახვის, მათდამი მედეგობისა და საკუთარი მოქნილობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის მიერ შექმნილია არაერთი ინსტიტუცია და სტრატეგია, რომლის საფუძველზეც ხდება საჭირო ინფორმაციის და მისი დაწესებულებებისა თუ სახელმწიფოთა მთავრობების ინფორმირება.
აღნიშნული მიზნით და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებისათვის პრაქტიკაში გამოიყენება დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ევროპის პარლამენტის მიერ დაარსებული სპეციალური კომიტეტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომავლის შესაძლო საფრთხეები. მოწინააღმდეგე სავარაუდო სამიზნე სფეროები, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე ჰიბრიდული გამომწვევების გასამკლავებლად ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასახელმწიფო აქტორები. ხელი უნდა შეუშალოს საზოგადოებაში დეзинფორმაციის გავრცელებას და ზოგადად ასეთი გაერთიანებები შექმნილია როგორც საერთო ევროპული მასშტაბით, ასევე ევროპის წევრ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი, შვედეთი, გერმანია და ასე შემდეგ. ჰიბრიდული საფრთხეების დაძლევის მიზნით ევროკავშირისა და ნატოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები რეკომენდაციებს უწევენ ჰიბრიდული ომის სამართლებრივ მოწესრიგებას, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჯანსაღი პოლიტიკისა და დოქტრინის ჩამოყალიბებას, პოლიტიკის ექსპერტებსა და იურისტებს შორის დიალოგს, მოსახლეობაში საჯარო ლექციებისა და დისკუსიების გამართვას, სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად და ცნობიერების ასამაღლებლად ამ მიმართულებით. მედია საშუალებების აქტიურობას, პოლიტპარტიებს შორის კოორდინაციას, ონლაინ პლატფორმების გამოყენებას. შესაძლებელია ასევე ჩეხეთის გამოცდილებების გაზიარებაც, იმიტომ რომ ჩვენთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი. მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი. საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების იდეოლოგიურ მობილიზაციასთან, რადიკალიზაციაზე ორიენტირებული ინიციატივების, პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებული ენერგოდამოკიდებულების გამოყენების შემთხვევაში, ჰიბრიდული უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართულია თავდასხმელის არასამხედრო სფეროში დახვედრისაკენ, რათა ამგვარად თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო ესკალაცია. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ გამოიყენება სპეციალური დამხმარე სამხედრო ფორმირებებიც, რომლებიც დროულად ახდენენ ინფორმაციის ანალიზსა და შესაბამის ორგანოებისადმი მათ მიწოდებას. ევროპაში ჰიბრიდული ომების სეპარატიზმთან დაკავშირებას ამ შემთხვევაში რუსეთთან მივყავართ. გერასიმოვის დოქტრინის საფუძველზე კრემლი იყენებს ქაოსის სტრატეგიას, რომელიც ამერიკასთან და ნატოსთან შედარებით უფრო სუსტ რუსეთს აძლევს საშუალებას თავი არიდოს უფრო ძლიერ დასავლეთთან პირდაპირ დაპირისპირებას. აღნიშნული კურსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს როგორც დასავლელ მეკავშირეთა შორის განხეთქილებისა და პოზიციათა განსხვავების ზრდა, ასევე მათი პოლიტიკური სისტემებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების საერთაშორისო წესრიგის დაზიანება. ჰიბრიდული ომის ზოგადად კრემლის ავტორიტარული რეჟიმისთვის სწორედ ქაოსის სტრატეგიის განსახიერებაა. რუსეთის ხედვა თუ რატომ სჭირდება მას ჰიბრიდული ომის წარმოება და ქაოსის სტრატეგია, ამ მიზეზებს შორის არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი უკმაყოფილოა მისი როლით მსოფლიოში. იგი მიიჩნევს, რომ დასავლეთისგან თავს მოტყუებულად ცნობს და ირგვლივ ყველას და ყველაფერს, განსაკუთრებით ლიბერალურ დემოკრატიულ საერთაშორისო წესრიგს, საკუთარი სახელმწიფოებრიობის ავტოკრატიული რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობისა და გავლენის ზრდაზე მიმართულ საფრთხედ აღიქვამს. ხოლო რადგანაც კრემლის სამხედრო შესაძლებლობები აშკარად ჩამორჩება დასავლეთისას, ამისთვის იყენებს ასიმეტრიული ომის საშუალებებს. ეს როგორც შეიძლება იყოს კიბერთავდასხმები, პოლიტიკურად მავნებლური საქმიანობა, ძირგამომთხრელი საქმიანობა, ბიზნეს კავშირები, ეკონომიკური ომი, კრიმინალი, აქტიური ღონისძიებები, სპეცოპერაციები და ასე შემდეგ.
გამოყენებულია საბჭოთა პერიოდის ასიმეტრიული სტრატეგიები, ოღონდ ამჯერად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის ჩართვით. კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი განსაკუთრებით მიმართულია უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ. უკრაინის შემთხვევაში სამხედრო ჩარევა გვაქვს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, დაიწყო უფრო ადრე და არ დაწყებულა 2022 წელს. ესტონეთის შემთხვევაში კიბერთავდასხმები გვაქვს და სხვათა შორის ამ კიბერთავდასხმობა მაშინ ზოგადად ესტონეთი როგორც ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და განხორციელებული რუსული თავდასხმები, კიბერთავდასხმობა, ესე იგი, უზრუნველყო ის, რომ გამოიწვიეს, რომ ევროპული პოლიტიკის ცვლილებები განხორციელდა ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში და შეივსო დაიხვეწა ის ნაკალოვანებები, რომელიც არსებობდა ამ მიმართულებით. მოკლედ და ასევე გეოგრაფიულადაც უფრო დაშორებულია ესათვის ქვეყანა რუსეთს, მით უფრო ნაკლებია ჰიბრიდული ომის ნაირგვარი მეთოდების რაოდენობა და მათი გავლენა. აღსანიშნავია სეპარატისტული ტენდენციების გავრობა უკრაინაში, არის ესეთი რეგიონი ბუჯაკი, მრავალროვანი რეგიონია და არ ესაზღვრება რუსეთს. საკმაოდ შორია ყირიმისგან. ყირიმის იქითაც არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ყირიმის მსგავსი მწვანე კაცუნების სცენარის განმეორება აქ უფრო რთულია ტერიტორიული სიშორიდან გამომდინარე. და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური მოქმედების შედეგად მოხდა სეპარატისტულად განწყობილი ბესარაბიის ეროვნული საბჭოს 20-მდე წევრის დაპატიმრება, სადაც რუსული კვალი იკვეთებოდა და აღკვეთილიყო დროულად მამებური მოქმედებები. უშუალოდ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მათ მიმართ რუსეთს განსაკუთრებული სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოსთვის შავი ზღვის აუზში სტრატეგიულ დასაყრდენს წარმოადგენენ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულია ჰიბრიდული ომის შემდეგი მეთოდები. ეს არის შენიღბული სამხედრო ნაწილების გამოყენება, როგორც იყო ყირიმში მწვანე კაცუნები, კიბერთავდასხმები, კიბერშპიონაჟი, ანტისახელმწიფოებრივი და პროპაგანდისტული კამპანიები, კიბერშეტევები უკრაინაში მედიასა და სამთავრობო საიტებზე, ნატოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების საიტებზე, მასშტაბური შეტევები სამთავრობო საინფორმაციო რესურსსა და ზოგიერთი პოლიტიკოსის საზოგადო მოღვაწის პერსონალურ მონაცემებზე, სხვადასხვა ვირუსის გამოყენება თანამდებობის პირების შესახებ და ზოგადად არასანქციონირებული ინფორმაციის სტომისთვის. ასევე დეზინფორმაცია და აგრესიული მედია კამპანია, ასევე სატელიტები და ადგილობრივი პრორუსული დაჯგუფებები. საკმაოდ ინტენსიურადაა გამოყენებული ასევე მიგრაციის საკითხიც. 2015-16 წლებში ზამთარში რუსეთმა მოულოდნელად ნებადართო მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებს ფინეთში თავშესაფრის პოვნის მიზნით გამოეყენებინათ რუსეთ-ფინეთის საზღვრები. რითაც დაირღვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული ხანძლივი პრაქტიკა საზღვრებთან დაკავშირებით. მაშინ 1713 თავშესაფრის მაძიებელი გადავიდა რუსეთიდან ფინეთში. მეორე მხრივ ექსპერტები იკვლევენ და ასკვნიან, რომ რუსეთს არ აქვს ჰიბრიდული ომის ეფექტური დოქტრინა ნატოს წინააღმდეგ. ეს რუსეთის უკრაინაში ქმედებებმაც აჩვენა, რომელიც კი ეწეოდა იქ ჰიბრიდულ ომს, მაგრამ მცირე წარმატებით. თუმცა კრემლის მიერ მოხდა მიღებული მწირი შედეგების გაბუქება, როგორც ჩვევიათ ხოლმე. პუტინიზმი შეუსაბამოა დასავლური უსაფრთხოების ინსტიტუტების პრინციპებთან და ღირებულებების სტრუქტურასთან. პუტინის მეთოდია გამოიყენოს შეზღუდული ზომის აგრესია ალიანსის ერთ-ერთი წევრის მიმართ, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს მთელი ნატოს პასუხი და რეაგირება. შედეგად ნატო მზადაა რისკის ქვეშ მყოფ წევრ სახელმწიფოში განალაგოს თავისი მნიშვნელოვანი კონტინგენტი, რომელიც მრავალეროვანი შეიძლება იყოს. რაც შეეხება ჰიბრიდულ მშვიდობას, როგორც ჰიბრიდული ომის საპირისპირო ფორმას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან არის ასეთი მშვიდობის მეცნიერებების დამაარსებელი იოჰან გალტუნგი, საფუძველს უყრის როგორც მშვიდობის მეცნიერებებს, რომლებიც იძლევიან რესურს ჰიბრიდული ომის გამოწვევების გასამკლავებლად. მშვიდობისა და პოლიტიკის ჰიბრიდული ფორმები მიმოიქცევიან ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს, ნორმებს, ინსტიტუციებს, კანონებს, უფლებებს, მოთხოვნილებებსა და ინტერესებს შორის. ორივე აღნიშნული ფორმა წარმოქმნის მშვიდობის ადგილობრივ საშუალებებს. ნორმატიული და ინსტიტუციონალური საშუალებების ჰიბრიდულობა წარმოადგენს ლიბერალური განვითარებული მსოფლიოს ცდილობას ჩარევის მეშვეობით მოახდინოს კონფლიქტისა და სიღარიბის დასრულება. ჰიბრიდული მშვიდობის ფორმების წარმოქმნას ხელს უწყობს
სახელმწიფოს ლიბერალურ-დემოკრატიული დღის წესრიგი, განვითარება, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური ინსტიტუციები და კონფლიქტის ადგილობრივი სოციალურ-ისტორიული დინამიკა. ჰიბრიდული მშვიდობისა და პოლიტიკის წინ წამოწევისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი სუბიექტების ფაქტორიც. ერაყისა და ავღანეთის მაგალითზე ჩანს, რომ კონფლიქტის შემდეგ ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი აქტორების მოთხოვნილებებისა და უფლებების გათვალისწინებას. საგულისხმოა მშვიდობის ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ლოკალურ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და სააგენტოებს, გაეროს სამშვიდობო მისიებს. ლიბერალური მშვიდობა უპირატესობას საერთაშორისო მშვიდობას ანიჭებს, სადაც კონფლიქტური ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უმთავრესი მედიატორი არის სახელმწიფო, ხოლო მშვიდობის ლოკალური ფორმები უფრო ადგილობრივ ჯგუფებსა და სახელმწიფო საკითხებზე აკეთებს აქცენტს. ლიბერალური სახელმწიფო მხარს უჭერს შიდა პლურალიზმსა და რეგიონულ სტაბილურობას, თანამშრომლობას და ასე შემდეგ. კონფლიქტებზე სწრაფი რეაგირებისათვის არსებობს მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის ორი ნაწილი, რომელმაც ჩაანაცვლა სხვადასხვა არადასავლურ ქვეყანაში ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული განვითარების მოდელები. და ეს ძირითადად ეხება ლიბერალური მშვიდობის ისეთ ქვეყნებში დამყარებას, რომლებიც არ გამოირჩევიან მათი ლიბერალური მეთოდების დამყარებაში. ასეთი მეთოდები შეიძლება იყოს მშვიდობის ძალით დამყარება, peacemaking-ი და მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციები, peacekeeping-ი. კონფლიქტების განმეორებადობა პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში ნიშნავს, რომ კონფლიქტის მართვისა და მშვიდობის დამყარების პროცესები ჩავარდა და ესე იგი ვერ დადო შედეგი. რაც შეეხება პოლიტიკურ ჰიბრიდულობას, ეს არის დასავლური მოდელების თანაარსებობა ადგილობრივ პრაქტიკასთან, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ კულტურას და დიდ ლეგიტიმაციას ეფუძნება. მსგავსი ჰიბრიდული მშვიდობის რეჟიმში ლიბერალური და არალიბერალური ნორმები, ინსტიტუციები და აქტორები თანაარსებობენ. ესაა დინამიური პროცესი, სადაც აქტორები მუდმივად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე. ლოკალური აქტორები არ არიან მუდამ პასიურ როლში, რადგან შეუძლიათ ძალების მაქსიმიზაცია და დამოუკიდებლად მოქმედება. მათი იგნორირება მშვიდობის როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ჰიბრიდიზაციას განაპირობებს. იქმნება ახალი დილემები და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც ზემოდან ქვევით, ასევე ქვევიდან ზემოთ. არის ასეთი მაგინთის ჰიბრიდიზაციის მოდელი და მაშინ შემავალი ცვლილებებია საერთაშორისო აქტორების უნარი დანერგოს მმართველობის სასურველი ფორმა სახელმწიფოში, მათი უნარი მოახდინოს კარგი მმართველობის ინტენსიფიკაცია ქვეყანაში, ლოკალური აქტორების, ლოკალური ელიტების უნარი შეეწინააღმდეგოს, შეაფერხოს ლიბერალური მშვიდობის ინტერვენცია, დაამახინჯოს კარგი მმართველობის მოდელი და ამ უკანასკნელთა უნარი შექმნას კარგი მმართველობის ალტერნატიული მოდელი, რომელიც ადგილობრივ მახასიათებლებსაც ითვალისწინებს. ლიბერალური მშვიდობის პრაქტიკაში დანერგვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ წამყვანი სახელმწიფოებია, ესენი საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები, ყოველთვის არ არის წარმატებული ზოგადად. საერთაშორისო დაფინანსებით შექმნილი მშვიდობა იძულებით მიიჩნევა, რომელიც გამოხატულია ტერმინებით, კარგი მმართველობა, სიღარიბის დაძლევის სტრატეგიული დოკუმენტი, რეფორმები და ასე შემდეგ. ზეგავლენა ძირითადად ელიტებზე ხდება და მოსახლეობის ჩართულობას ნაკლები ყურადღება ექცევა. შედეგად იმას ვიღებთ, რომ ესე იგი საბოლოო პროდუქტი მშვიდობი კი არ არის, არამედ არშემდგარი სახელმწიფოები და განმეორებითი კონფლიქტები. ამიტომ ლიბერალური მშვიდობის საერთაშორისო მოდელი ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთასთანაც უნდა იყოს შესაბამისობაში და უნდა მოხდეს სამშვიდობო პროცესების დივერსიფიკაცია. ამის გარეშე ლიბერალური მშვიდობა ნეგატიური მშვიდობაა და თგუნავს კონფლიქტს, მაგრამ არასტრუქტურულ ცვლილებებსა თუ ძალადობას. ანუ დროებით აჩერებს შეერაღებულ მოქმედებებს, მაგრამ არ აგვარებს კონფლიქტის წარმოშობ მიზეზებს. იგი სეკულარული და მოდერნული მოდელია, ადამიანის უფლებები უფრო მაღლაა დაყენებული, ვიდრე სოციალური თანასწორობის პრობლემების მოგვარება, რაც ართულებს და ანგრევს მშვიდობას. უნდა იყოს მათ შორის, რა თქმა უნდა, ბალანსი. და ადგილობრივი ძალების ზეგავლენის გათვალისწინების შემთხვევაში ლიბერალური მშვიდობით შეიძლება ვერ მივიღოთ იდეალური სურათი, მაგრამ მივიღებთ გარკვეულ შედეგს. მისი მეშვეობით მოხდა საერთაშორისო ნორმების შექმნა ჩამოყალიბება
და რომელიც ზეგავლენას ახდენს ლოკალურ დონეზე შიდა სახელმწიფოებრივ აქტორებზეც. პოსტსაბჭოთა სივრცეში არალიბერალური ქვეყნების გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი თვისებებია, რომ ლიბერალური და არალიბერალური ელიტების ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების თანაარსებობა სახეზეა ერთმანეთში მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლების კონსოლიდაციისათვის, სახელმწიფოს ერისა და რეჟიმის მშენებლობის მექანიზმები ერთმანეთში არეული და საზოგადოება ზოგადად პასიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ჰიბრიდული პოლიტიკა ჰიბრიდული მშვიდობის ეტაპზე რომ გადავიდეს, საჭიროა ემპათიური და ემანსიპატორული დამოკიდებულება მის სუბიექტებს შორის და არა საგარეო აქტორებთან. პოლიტიკის ჰიბრიდული ფორმების შემდეგი ეტაპი ჰიბრიდული მშვიდობაა. ჰიბრიდული მშვიდობის დასამყარებლად კი საჭიროა პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებისადმი ადგილობრივი და საერთაშორისო პროცესების აქტორების შეთანხმება და მათი საჭიროებების, უფლებების, ღირსების გათვალისწინება. იგი უფრო ურთიერთშევსებასა და განვითარებაზე ორიენტირებული, ვიდრე პატერნალისტურ თუ ჰეგემონურ ურთიერთობაზე. გარედან შიგნით თუ შიგნიდან გარედან თვითონ ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა. ჰიბრიდული მშვიდობა ცდება სახელმწიფო საზღვრებს და გადადის არაფორმალურ და სოციალურ სფეროში. მისი ფორმები პრაგმატულია, თავს არიდებს ბიუროკრატულობას, მშვიდობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო მოქმედი პირები საშუალებაა მშვიდობის ჰიბრიდული და ლეგიტიმური ფორმების ასაშენებლად. თვითონ ახლა ჰიბრიდული მშვიდობის მომავალ პერსპექტივებს რაც შეეხება, მისი უპირატესობებია მშვიდობა საერთაშორისო წესრიგს ჭირდება ზოგადად, რადგან სხვა შემთხვევაში ეს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა ხდება და ყველა შეიძლება შეეხოს. მაშინ იგი უფრო დომინანტური ხდება ძალა, ხო, ჰეგემონია. მაშინ როცა მშვიდობის ლიბერალურ მოდელში თანამშრომლობაა უპირატესი. და ეს არ ნიშნავს სახელმწიფოების იდენტობის დაკარგვას, არამედ პირიქით. თანამშრომლობის მეშვეობით ყველაც საკუთარი ინტერესებს ავითარებს, აზიარებს, ახამებს ერთმანეთთან და საერთო ესე იგი შეთანხმებამდე მიდიან და ამით კიდევ უფრო ავითარებენ საკუთარ იდენტობას. სწორედაც. ჰიბრიდული მშვიდობის მიზანი თვითონ პოზიტიური მშვიდობაა. ბოლო ხანებში გავრცელებულია, ესე იგი, ეს ანტიამერიკანიზმი ხო სამშვიდობო ლიბერალური ინტერვენციების გამო. ევროპას კი არ აქვს იგივე გაგრძელების სურვილი და ახალი პარადიგმების ძიებაში არიან და ამ მხრივ უფრო ევროპული კურსი უფრო მოქნილია და რბილია, არ არის ესეთი ხისტი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა. დასავლურ და არადასავლურ საზოგადოებებს შორის კონსენსუსის უპირატესობა არის ხაზგასმული, სადაც დასავლეთი უარს ამბობს ლიბერალური მშვიდობის ინტერვენციაზე და სხვები კი ნებისმიერ ფასსა და ადგილობრივი ძალებით უზრუნველყოფენ მშვიდობას რეგიონში. შედეგი ის არის, რომ ესე იგი სხვადასხვა რეგიონულ ძალას შორის არსებობს ბევრი მშვიდობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, ჰიბრიდული მშვიდობა შესაძლებელს ხდის მშვიდობის სხვადასხვა მოდელის არსებობას და არ იწვევს ჰომოგენიზაციას. ყველა საზოგადოება თავად რჩევს განვითარების საკუთარ გზას, სადაც ტრადიციული ინსტიტუტები და ნორმები თავსებადია ლიბერალურ მოდელებთან. ასეთია ჩვეულებითი სამართალი, ტოლერანტობისა და პლურალიზმის მოდელები და ასე შემდეგ. ჰიბრიდული მშვიდობის მოდელი, რომელიც იდეალიზზე უფრო მეტად პრაგმატის ანიჭებს უპირატესობას, უფრო მოქნილი და დინამიურია საერთაშორისო გამოწვევების გადასალახად. იგი არის პასუხი ლიბერალური მშვიდობის კრიზისზე. გალტუნგის მიხედვით მშვიდობის მშენებლობის შედეგია თანამშრომლობაზე და ღირსებაზე დაფუძნებული საზოგადოება, სადაც ინდივიდისა და საზოგადოების განვითარება საუკეთესო პრევენციაა ომებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული მიზნით გაერომ შემდეგი ინსტიტუციური ინიციატივები განახორციელა. ასეთი იყო მაგალითად 92-ში ბუტროს გალის ინიციატივით შექმნილი მშვიდობის მშენებლობის სპეციალური პროგრამა პოსტკრიზისული საზოგადოებების ტრანსფორმაციისათვის. 2005-2006 წელს კი კოფი ანანი წინადადების საფუძველზე გაეროში შეიქმნა მშვიდობის მშენებლობის კომისია, გაერო მშვიდობის მშენებლობის ფონდი და მშვიდობის მშენებლობის ხარდაჭერის კაბინეტი. ზემოთ აღნიშნული ნაბიჯები ითვალისწინებს კონფლიქტის ტრანსფორმაციას, რაც მშვიდობას, სტრუქტურული ძალადობის აღმოფხვას და მშვიდობის ზონების დაფუძნებას, რაც სცილდება იმ ზედაპირულ ღონისძიებებს, რომლებიც საბოლოოდ
უფრო ნეგატიურ მშვიდობას ესე იგი იღებენ შედეგად, ან მარტო კონფლიქტის ასე თქვა გაყინვას, ზოგჯერ შენარჩუნებასაც, ხოლო მშვიდობის პოზიტიური მშვიდობის დამყარება უფრო სისტემური და თანმიმდევრი ნაბიჯების შედეგია. და იგი პირველ რიგში ითვალისწინებს ინდივიდისა და საზოგადოების გაძლიერებას. რაც ხელს უშლის იმას, რომ ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს შემდეგ манипуляციებისათვის, საზოგადოებრივი ცნობიერების, ასე ვთქვათ, მასზე ზემოქმედებისათვის და საზოგადოება უფრო მედეგია და განათლებაც, ამმართულებით ცნობიერებაც უფრო ამაღლებულია და უფრო მეტად არის სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერებით უფრო მაღალ დონეზეა.